18 აპრილს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელ მეღრიკისიდან ამავე სოფელში მცხოვრები 42 წლის დავით ბერუაშვილი გაიტაცეს. ოჯახის წევრების განცხადებით ბერუაშვილის გატაცება ოსი ეროვნების მოქალაქეების მიერ მოხდა. ბერუაშვილის გატაცებიდან მე-6 დღეს სამართალდამცავებს ხელჩასაჭირი არაფერი გააჩნიათ. ცნობილია მხოლოდ გამტაცებლების სახელები, ვინმე რუსიკას და გოგიტას ვინაობას პოლიცია ჯერჯერობით ვერ ადგენს. 18 აპრილს გორის რაიონის სოფელ მეღრიკისიდან ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა 42 წლის დავით ბერუაშვილი გაიტაცეს. გატაცებულის ოჯახის წევრების თქმით, დავით ბერუაშვილი რუსი ეროვნების მოქალაქეებმა სახლიდან დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისი კუთვნილი კამაზის მარკის სატვირთო ავტომანქანით ვაშლის გადატანის მიზნით გაიყვანეს, რომელიც დღემდე არ დაბრუნებულა. მათივე თქმით, ცნობილია იმისო ეროვნების მოქალაქეების სახელები, ვინც დავით ბერუაშვილის სახელიდან გაიყვანა. ვინმე რუსიკას და ვინმე გოგიტას ვინაობა სამართალდამცავებისათვის ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. ოსები იყვნენ შვილო, მოვიდნენ ისინი და უთხრეს გრუზი გვაქვს ჩვენო ვაშლი უნდა ვიყიდოთო და მიგვიტანეთ ეკამდენა და იმას ვიზამთო, გადავტვირთამთო. ხო და რა ვიცი, მერე გამოუგზავნეს ისა ტაქსი და მოვიდნენ იმ ტაქსითა უთხრეს გიცდიან იქაო. ავიდა ისა და აღარ დაბრუნებულა შვილი. ძალიან უკმაყოფილოა სამართალდამცავი სტრუქტურების, იმ სტრუქტურების, იმ თავარი სამართლოსი, რომელშიც მე წლები ვიმუშავე. და რა ვითარებაში მოხდა თქვენი ძმის გადაცემა, ვინც წაიყვანა სახელმწიფო თუ არის ცნობილი? ცნობილი არ არის არაფერი. ფაქტიურად ესეც დავადგინეთ სხვადასხვა პიროვნების მიხედვით, რომ არის ვინმე რუსიკა და ვინმე გოგიტა, ოსი ეროვნების პიროვნებები. პოლიციელთა განცხადებით მომხდარის შესახებ ინფორმაცია მათ გუშინ მიიღეს და მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ბერუაშვილის ადგილსამყოფენის დასადგენად. ამ ეტაპზე სამართალდამცავებისათვის უცნობია გატაცების მოტივი. ამ საქმესთან დაკავშირებით მუშაობთ ოსურ მხარესთან ერთად. ჩართულები აქვს ძალიანად ოსური მხარე ჩართულია, ისინი ეძებენ, მაგრამ ჩვენ ვეძებთ როგორ ვიცით მარტო ვიღაც რუსიკა და არ ვიცით ვინ არის ცხინვალის მაცხოვრებელია, ორჯონიკის მაცხოვრებელია თუ ჩასულია საიდანაც. მოტივი არ არის ცნობილი, ამაზე ოჯახი უნდა დაგვეხმაროს. დავით ბერუაშვილის გატაცებიდან 6 დღის შემდეგ დღეს სოფელ მეღრიკისის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და ცხინვალი გორის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა. აქციის მონაწილეები სამართალდამცავთა მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და გატაცებულის გათავისუფლებას ითხოვენ. თვითონ გაანთავისუფლონ ეს ბიჭი მოიყვანო. სხვა მოთხოვნა რა არის, არა. რა არის ცნობილი ამ პროცესში? ჯერჯერობით არ იციან არაფერი. გადაცებული უნდა მოვიყვანონ აუცილებლად, უნდა იპოვნონ და მოგვიყვანონ ეს ბიჭი. სანამ არ გამოვხებთ აქ ქართულებით. აქცია გაგრძელდება. არ გავხსენებთ ეს არასდროს გახსნა. ართუს და არც ქართულზე. სოფელ მეღრიკისის მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ბერუაშვილი ავტომანქანა კამაზის წარქმევის მიზნით გაიტაცეს. ისინი გატაცებულის დროულად დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები მასიურ ხასიათს მიიღებს და აქციის მონაწილენი ბერუაშვილის გათავისუფლებამდე არ დაეშლებიან. არის თუ არა განუკითხაობა ხაშურის სავაგონო დეპოში აქვს თუ არა ნაცნობმა ოსი ეროვნების მოქალაქეებმა დახმარების მიზნით დე-ფაქტო რესპუბლიკაში სატვირთო ავტომანქანის წაიყვანეს. გატაცებულის ოჯახის წევრები ხელისუფლებას და პოლიციას შველას თხოვენ. დავით ბერუაშვილის ოჯახის წევრთა განმარტებით 13 დღის წინ მასთან 07 მარკის ავტომანქანით მისივე ნაცნობი ოსი ეროვნების ორი პიროვნება მივიდა და სთხოვა, რომ მათ საკუთარი ავტომანქანა კამაზით გაჰყოლოდა, რათა ტვირთი ცხინვალის რეგიონის ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადაეტანათ. ბერუაშვილი მასთან მისულ ორ პიროვნებას გაჰყვა, თუმცა იგი მას შემდეგ შინ არ დაბრუნებულა. ახლობელთა ვარაუდით იგი ოსურმა მხარემ დაატყვევა. მოვიდნენ დილით 8 საათზე 07-ით. გადამოვიდნენ ელაპარაკეს, რომ ვაშლია ჩამოსატანი. შემდეგ წავიდნენ ისინი 2 საათის შემდეგ მოვიდნენ 06-ით. კრემისფერი. უთხრეს, რომ ამოდით სალიარკა ჩაასხითო. მე წავიდნენ მამა ჩემი მანქანის ქვეშ იყო გამოვიდა და მე წავიდა. და რა ვიცი. იმის მერე აღარ ჩანს. ოჯახის წევრთა განმარტებით იყო თუ არა ბერუაშვილი კონფლიქტურ დამოკიდებულებაში, ვინმესთან მათთვის ცნობილი არ არის. დაკარგულის დაბრუნების მოთხოვნით აქციაც მოეწყო. ბერუაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აღნიშნავენ, რომ მათთან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები კი მივიდნენ, თუმცა მათ ისინი უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მე 12 დღე არის რაც ჩემი შვილი დაკარგულია, ეძებენ ვითომა, მაგრამ არაფერი შედეგი არ არის. 2 დღე გადაკეტილი ჰქონდა ქარე ის გზა, ტრასა, ხალხსა და
ერთიც არ დაინტერესებულა. ვედრა ფქვილი ჰქონდათ. დედა მოუკვდეს, ფული არ ჰქონდა რომ პური ეყიდა, ფქვილი ეყიდა ბავშვები იცვისა. განა აყაჩაღიან, ქურდიან რამეა რა, მოტყუებით წაიყვანეს და აღარა მაგ თავი, აღარა მაგ ლაპარაკის თავი, აღარა მაგ. ეს რაზმი გადმოდიოდა იერიშზე პირდაპირ, რომ წადით დაიშალეთ, რა საჭიროა ეს, რომ შეკრიბეთ ხალხი. ეს ხალხი რო არ შეკრიფილიყო და რო არ ასულიყო იქით ზევით. არავინ არ მოგვაქცევდა ყურადღებას, იძახნენო და გაგვიანდათ უცთა ადრე სად იყავითო, როცა მივმართეთ, არავინ არ გაინძრა საერთოდ სანამ გზა არ გადაიგედა. ეგრე როგორ შეიძლება, გაგონილა, ადამიანია მართლა წიწილა ხო არ არის არა. მანქანა არ გვინდა, კაცი გამოგვიჩინა. ძალიან კარგი სოფლიშვილია და კარგი სახელით სარგებლო. რისი გულისთვის წაიყვანეს ის გვაინტერესებს, რატო თაობა არ გხვდავს, არაფერ პასუხს არ გვეუბნებიან. ფულს მოითხოვე, რას მოითხოვე, რატო უნდა ის თარელა კაცი? კამაზი წაიყვანეს, წაიყვანონ, არავის არ უნდეს. სოფლს დაუბრუნოს, ეს კაცი უნებელი მოვიდეს თავის შვილებთან და პატარა შვილებთან, რომ ცოდით ვიწვით ხალხი, რა უთხრათ, რითი ვანუგეშოთ ესენი, რომ არაფერი პასუხი ჩვენ არ ვიცით და მოვდივართ და გვეცოდებიან ეს გაჭირებულ სოფლს რო ხედავთ. ავანტყოფი დედა ყავს, ხო არანაირი გასახანი არ აქვს, ხო იმის რა ვარიანტი იყო და რას მოითხოვენ იმ კაცისგან ის გითხრას, ის გვაინტერესებს, რისი გულისთვის არის. დღეს თუ ის აიყვანეს სხვა აიყვანი. სოფელ მეღრეკისის მაცხოვრებლები პოლიციისა და ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას მოითხოვენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ბერუაშვილი უდანაშაულოა და ოსური მხარისაგან იგი დროულად უნდა გათავისუფლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლობლები აქციის მოწყობით იმუქრებიან. თავარი ეხლა ის არის რომ თავდაცვის სამინისტრო ჩაერთოს, უფრო მაღალ დონეზე ჩაერთოს მთავრობა, რომ ერთფრენით მოძებნონ. კამაზია ეს ნერსი ხო არ არის რომ დაიკარგოს. ერთფრენით მოძებნის გარდა უნდა ჩაერთოს ხაინდრავა სამსახური. შევიდეს, შეამოწმოს განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული თავდაცვის მაგათი სამინისტრო და ყველა ბაზა. არ შეიძლება ამხელა კამაზი დაკარგულიყო და მით უმეტეს ამდენი ხანი გავიდა ყველამ გაიგო. პოლიცია მოსახლეობის პრეტენზიას თითქოს სამართალდამცავებმა აღნიშნული ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს უარყოფს. შინაგან საქმეთა მთავარ სამხარეოს სამმართველოში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ მათთვის რამდენიმე ვერსია უკვე ცნობილია, თუმცა მათივე სიტყვებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიცია ამჟამად დეტალებზე არ საუბრობს. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ